გადაცემა ამითი ამოწურულია, დავასრულეთ და დასასრულს მეც მოგილოცავთ ორიოდე სიტყვით. Ჩემოსაყვარელო ქართველებო, რა საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, დებო და ძმებო, დედებო და მამებო, შვილებო, ყველას მინდა დამდეგი შობა ახალი წელი მოგილოცოთ. მე დავესესხები ქალბატონ ლელას, მან თქვა რომ დიახ, პრინციპში ყველაზე დიდი რა რისი ნაკლიც გვაქვს, ასე ვთქვათ, ეს არის სწორედ ერთმანეთის მოსმენა და სიყვარული და ძალიან ჭარბად ჩანს ზიზღი დღეს ჩვენში. და სწორედ ალბათ 2026 წელს ვისურვებდი რომ ყველა ოჯახში, იმიტომ რომ ყველაფერი იწყება ინდივიდებით, ყველა ქართველში გაიმარჯოს სიყვარულმა ზიზღზე და შურზე და სწორედ სიყვარულით უნდა შეიქმნას ის ახალი საქართველო, რაც დღეს აქ ამ გადაცემაში ვსაუბრობდით და არა მარტო, მისი ფუნდამენტი, მისი საფუძვლები ნელ-ნელა იკვეთება სხვადასხვა ჯგუფებში, სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებში, სხვადასხვა ინტელექტ ჯგუფებში და პროფესიულ ჯგუფებში. ეს ყველაფერი აუცილებლად გაერთიანდება და სწორედ ამიტომაც 2026 წელი ვისურვებდი რომ ყოფილიყოს გაერთიანების წელი, რომ ჩვენ შეგვეძლოს ერთმანეთის მოსმენა, მიუხედავად იმისა თუ ვინ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვართ, როგორი გემოვნებისაც არ უნდა ვიყოთ, შევძლოთ ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, შევძლოთ ჩატეხილი ხიდების აღდგენა, შევძლოთ ერთმანეთთან დალაპარაკება და რაც მთავარია, ერთმანეთის პატივისცემა. მინდა რომ ვისურვო რომ ყველას ოჯახში იყოს ღვთისწყალობა, იყოს ბედნიერება, იყოს სიყვარული. ის რაც რაღაცნაირად თითქოს 25 წელმა დაგვაკლო ქართველებს, ეს 2026 წელს აგვენაზღაურებინოს, სიყვარულით ვაშენოთ, სიყვარულით შევხვდეთ 2026 წელს. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა დასასრულს და დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოს, დიდი მადლობა ქალბატონ ლელა, რომ ჩვენი გადაცემის შემაჯამებელ გადაცემაში, ასე ვთქვათ, წლის ბოლო გადაცემაში, ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდით და შევხვდებით აუცილებლად 2026 წელს ახალი ამბებით, ახალი ძალიან კარგი ინფორმაციებით და იმედი მაქვს, რომ ამასობაში საქართველოშიც ბევრი რამ სასიკეთოდ შეიძლება. რეზო, მეც მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ყოველ პარასკევს მქონდა ეს შესაძლებლობა, რომ ელაპარაკა ემიგრანტებთან, მესაუბრა აქაც საქართველოშიც ყოფ ჩვენს თანამოქალაქეებთან, აი ამ ფორმატში, რომელიც ჩემთვის ბევრად მოხერხებულია, ვიდრე ჩვეულებრივი სატელევიზიო